ჩვენი უნდა ვშვატყობადი, ანუ საქართველოზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, საქართველოზე უნდა ვიდარდოთ პირველ ყოვლისა, უნდა ვნახოთ გამოსავალი ამ ძალიან რთული ვითარებიდან, რომელშიც შეგვათრია რუსეთმა და შეგვათრია რუსეთის აგენტმა საქართველოში, რომელიც ახლა შესაძლოა გარკვეულ წინააღმდეგობას კი არ უწევს მაინც და მაინც რუსეთს, მაგრამ გარკვეულწილად რუსეთის ცალკეულ მოთხოვნებს შესაძლოა არც იზიარებს, არც ემორჩილება, მაგრამ ის მაინც რუსეთის აგენტია, გულისხმობ ცხადია ბიზნე ივანიშვილს. ჩვენ ქვეყანაზე უნდა კონცენტრირდეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სოფლიოში მიმდინარე პროცესები ჩვენთვის უინტერესო უნდა იყოს. ირანი ყურის ძირშია, ირანში ეგრამაგის პასუხია და არ დასრულებულა, არ მოყვარახჭინებულა, არ დასრულებულა ამბები და პროცესები, იცით თქვენ რომ აიათოლების რეჟიმი აგრძელებს რეპრესიებს, თავისუფლების მსურველი და თავისუფლების მოყვარე ირანელი ხალხის წინააღმდეგ, რაც ჩემი მოსაზრებით ადრე იქნება თუ გვიან გამოიწვევს მართლაც სერიოზულ რეაქციას, სწორედაც რომ შეერთებული შტატების მხრიდან ის რომ შეერთებულმა შტატებმა არ გარისკა თუ ვერ გარისკა სამხედრო საჰაერო ოპერაცია ირანის აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ, მესმის რომ ბევრი გულდაწყვეტილია ამის გამო, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ უკეთესი მომზადების შემდეგ და შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები მართლაც ჩაერიოს ირანის ეგრეთ წოდებულ საშინაო საქმეებში, რაც საშინაო საქმეები სულაც არ არის, აქაო და სუვერენული ქვეყანა ვართ, ვარო, მეო, რო ამბობს ირანის ხელისუფლება და ალის რეჟიმი, ეს არ ნიშნავს ეს სუვერენობა, ამგვარი სუვერენობა არ ნიშნავს ყველაფრის გაკეთების უფლებას არ აძლევს ამა თუ იმ რეჟიმს, ამ შემთხვევაში რეჟიმს, რომელიც მართავს ირანს. რუსეთი თუ დასუსტდება ახლო აღმოსავლეთში დამატებით და აიათოლების რეჟიმის დასრულების შემთხვევაში რასაკვირველია დასუსტდება, ჩვენ უნდა მივესალმოთ, ჩვენ ქართველები რასაკვირველია უნდა მივესალმოთ ამ პროცესსაც ზუსტად ისე როგორც უნდა მივსალმებოდით და მივესალმეთ კიდეც მადუროს კონკრეტულად ვენესუელაში, მადუროს დასრულებას, მესმის რომ იქაც არ მომთავრებულა, არ მომრგვალებულა პროცესები, ვენესუელას ადრე იქნება თუ გვიან ელის თავისუფალი არჩევნები და მადუროს ნარჩენებიც, ასე ვიტყვით ქვეყნის ნებართვით, ალბათ წავლენ, ნამდვილად წავლენ ხელისუფლებიდან და ვენესუელა იქნება ადეკვატური სახელმწიფო, რომელშიც არ იქნება ეს ნარკოტიკებით ვაჭრობა, ნარკოტიკების წარმოება, ნარკოტრაფიკი და ასე შემდეგ და აგრეთვე იქნება ადეკვატური სახელმწიფო ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტზე გატანის კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატები რასაკვირველია მსუყე როლს ითამაშებს, დიდ როლს ითამაშებს ვენესუელის გაადეკვატურობაში საბოლოოდ. სხვა საკითხებზეც, სხვა თემებზეც, სხვა გეოგრაფიულ სივრცეებზეც უნდა ვიფიქროთ, რასაკვირველია, მათ შორის არის გრენლანდია, დანია, ასე ვიტყვი, დაპირისპირება, რომელიც ახლა მიმდინარეობს ნატოს დანარჩენ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი, ან თუნდაც ვთქვათ, მთლიანად ადმინისტრაციას შორის არგუმენტები თუ გულახდილები ვიქნებით და თუ მაინც და მაინც დიდი ტრამპთმოძულეები არა ვართ, ტრამპის სასარგებლოდ, ტრამპის არგუმენტები საკმაოდ წონიანია, მაგრამ არ მინდა ვთქვა, რომ წონიანი არ არის ევროპის არგუმენტებიც ამ ჭიდილში, ვინ გაიმარჯვებსო თუ ვინმე იტყვის, შედეგს პროგნოზს თუ გაგვაცნობს, ეს ვინმე უთუოდ შეცდება. მე მგონია, რომ ეს ორთაბრძოლა მაინც დასრულდება ყაიმით, მხარეები მოილაპარაკებენ, ამის ნათელი მიმანიშნებელია ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს საკმაოდ ესეთი მოზომილი გზავნილები ვაშინგტონისა და კონკრეტულად პრეზიდენტ ტრამპისადმი, აგრეთვე ევროპის ცალკეული სახელმწიფოების ცალკეული ლიდერების მოზომილი გზავნილები ვაშინგტონის და კონკრეტულად ტრამპის მისამართით. ტრამპი გავეშებული იყო სწორედ იმის გამოც, ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით, რომ მისი გაგებით ადეკვატურ რეაქციას ადეკვატური რეაქცია ვერ იხილა ევროპის ცალკეული სახელმწიფოებიდან, რომლებმაც გადაძაბეს
ტრამპის გაგებით ყოველ შემთხვევაში ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, მას აქვს თავისი არგუმენტები, განსაკუთრებით საინტერესო არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ უმნიშვნელოვანეს კუნძულს დასტრიალებენ გარშემო ჩინეთი და რუსეთი და კიდევ ერთ დამატებით არგუმენტს ვიტყვი თქვენის ნებართვით, რაც ყოველ შემთხვევაში არ მომისმენია სხვებისაგან, თუ დღეს დანიას მართავს ადეკვატური ხელისუფლება, არავინ იცის, როგორი იქნება დანიის მომავალი ხელისუფლება და რამდენად შეუშვებს ის, რამდენად მისცემს მას ჩინეთსა და რუსეთს კარტ ბლანშს დანიის მომავალი რომელიმე ხელისუფლება, მაგალითად 2038 წელს არჩეული და თუ 2038 წელს არჩეული დანიის რომელიმე მემარცხენე თქვენის ნებართვით ვიტყვი, ასე ხელისუფლება შეუშვებს ჩინეთს და რუსეთს ამ კუნძულზე, ეს იქნება მსოფლიო უსაფრთხოებისთვის კატასტროფის მომასწავებელი და იქნება და ამის პრევენციას აკეთებს დონალდ ტრამპი, რომელიც კვლავ მიმეორებ უხეშია, ნამეტანი უხეშია, როცა ამ ან სხვა საკითხებზე საუბრობს, მსჯელობს, საჯაროდ მსჯელობს, პერსონებზე მსჯელობს, ისიც რომ შემოეკრიტიკა რბილად ნათქვამი სიტყვა მაკრონი მას რამდენიმე დღის წინ და არც ხვები დაინდო, თუმცა დავოსში ჩასული პრეზიდენტი ტრამპი ამბობს შემდეგს, გრენლანდიასთან დაკავშირებით ისეთ რამეს შევიმუშავებთ, რითაც ნატო ძალიან კმაყოფილი იქნება და ჩვენც ძალიან კმაყოფილები დავრჩებით. ეს ჩვენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ის მსოფლიოს უსაფრთხოებისთვისაც კი უმნიშვნელოვანესია, გრენლანდია და მართლაც ასეა, თუ ნახავთ, თუ მივაქცევთ ყურადღებას გლობალურ ქსელში გავრცელებულ გარკვეულ რუკებს, რომლებზეც ცხადია დაფიქსირებულია გრენლანდია როგორც კუნძული, მაგრამ ამ კუნძულის გარშემო მოტრიალე, მობზრიალე ჩინური და რუსული გემების ტრაექტორიას და მოძრაობას ჩვენ კარგად დავინახავთ, რომ რუსეთი და ჩინეთი დასტრიალებენ ამ გრენლანდიას და ვინ იცის და იქნება კონვენციურადაც კი უღაუნდათ ამ კუნძულის აღება და მე თქმა რომ იცით, ჩვენ გვჭირდებოდა არქტიკისთვის პირველ ყოვლისა ეს კუნძული და თუ კონვენციურ შეტევას ვერ გაბედავს ჩინეთი და ვერ გაბედავს რუსეთი ჩინეთთან ერთად ან ჩინეთის გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთს გრენლანდია უნდა ვიცოდეთ, რომ აინტერესებს ნებისმიერ შემთხვევაში და რბილი ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტების გამოყენებით რუსეთი გასაკვირველია ეცდება იქ საკუთარი თავის უფრო მსუყედ დაფიქსირებას, იმიტომ რომ გრენლანდია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულითაც დამატებით და აღარ ვლაპარაკობ იმ სრუტეებზე და გამავალ გზებზე, რომლებიც მას სჭირდება რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ოღონდ რუსეთის შესვლის შემთხვევაში გრენლანდიაში მსოფლიო უსაფრთხოება დამატებით იქნება მორღვეული ან საფრთხის ქვეშ დადგება სამყარო შეერთებული შტატების, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არც თუ დიდი მანძილია შტატებიდან, კონტინენტური ევროპიდან და სწორედაც რომ რუსეთიდან, სწორედაც რომ გრენლანდიამდე. მაგრამ ეს ყველაფერი ვისაუბრე იმიტომ, რომ ჩვენ ნამეტანი დიდ ყურადღებას ვუთმობთ, მე ვთქვი რა, უფლება მაქვს ასე თქვა, მაგრამ დიდ ყურადღებას ვუთმობთ ჩვენ გრენლანდიას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განა არა. უფრო დიდ ყურადღებას უნდა ვუთმობდეთ შემოსაზრებით უკრაინას, რომელიც კატასტროფულად ძალიან მძიმე, არნახულმდად მძიმე მდგომარეობაშია ახლა პირველ რიგში მკაცრი ზამთრისა და ელექტროენერგიის მიწოდებისა და გათბობის პირდაპირ მნიშვნელობით გათბობის სისტემების გათიშვის, მათ შორის კიევში. კიევი ალბათ ყველაზე ნაკლებად დაცული ქალაქია, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. ამის გამო უკრაინას მეტ ყურადღებას უნდა ვუთმობდეთ, უკრაინის ფრონტის ხაზსაც, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გასაკვირველია არ უნდა უგულებელყოფდეთ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მუდმივად უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას სწორედ აქ და ახლა მიმდინარე ამბებზე და ბიზინა ივანიშვილზეც მათ შორის, რომელზეც მე გითხარით და მართალის ვარ წინა ვიდეო ბლოგში თუ წინის წინაში, რომ ბიზინა ივანიშვილს ავალებს რუსეთი ბევრ რამეს და მათ შორის მოითხოვს რუსეთი ბიზინა ივანიშვილისაგან ამ ვერსიის თანახმად და მეც ვიზიარებ ავტორი ან თანაავტორი მაინც ავარ ამ ვერსიისა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ თვენახევრის 2 თვის წინ ლაპარაკობდი სხვებთან ერთად, მოდი მაინც ასე ვიტყვი ამ ვერსიაზე, სთხოვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის
დამოუკიდებლობის აღიარებას და ბიზინა ივანიშვილი, რომელიც საკრიტიკოა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა, საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, ბიზინა ივანიშვილი დიდ წინააღმდეგობას მაინც ასე ვიტყვი ვერ უწევს რუსეთს, უпростоად ფართხალებს ის ჯერჯერობით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე საქართველოს მხრიდან ყაბულ თანახმა არ არის, მაგრამ ვინც ის სადამდე მივა ეს პროცესი, იმიტომ რომ ძალიან მოსუსტებულია, რომ ვიცოდეთ მაინც საქართველოს ბიზინამ მოასუსტა, ქონდა რა იმედი, რომ თუ მოსუსტებული იქნებოდა, მოსუსტებულ საქართველოს კი უწყალობებდა რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, მაგრამ უცელა მოუყურავი ქვეყანაა რუსეთი და ამ ტურბულენციის პერიოდში, მსოფლიო ამ ქაოსის პირობებში მით უფრო არ აპირებს არაფრის დათმობას არავისათვის, არც აპირებდა მეთქი ამას თუ ვიტყვი, ბიზინა ივანიშვილსა და მის მომხრეებს ხადია ეწყინებათ და იფიქრებენ, რომ იტყვიან, რომ როგორ არ აპირებდა ჩვენ გარკვეული ურთიერთობა გქონდა რუსეთთან, არა, ეს იყოს თუ რამ ურთიერთობა გქონდათ, მაინც და მაინც ეს იყო სატყუ არა, ეს იყო FSB-ს დაგეგმილი ოპერაცია თქვენს წინააღმდეგ, საქართველოს წინააღმდეგ, თქვენს წინააღმდეგ, თქვენ მოგიქონეს გულია თუ თავი, მოგაჩვენეს, რომ ისინი ყველაფერზე თანახმანი იქნებიან, ოღონდაც კი თქვენ ყოფილიყავით ადეკვატურები რუსეთის გაგებით, დაგეთმოთ ყველაფერი, დესუვერენიზაციის პროცესი დაგეწყოთ, თქვენ შეგიტყუეს ამ თამაშში და მერე გაჩვენეს შუა თითი მეთქი თუ ასე ვიტყვი, ეს ნამდვილად საწყერი იქნება. ის რომ რუსეთი არაფერზე არ დაიხებს უკან და კავკასიის რეგიონში მას უნდა 5 სახელმწიფოს ხილვა, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, დანარჩენი საქართველოსი, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ეს ფაქტია. ამასთან საქართველოში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში უნდა იყოს დაფიქსირებული რუსის ჯარი, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რუსის ჯარი დაფიქსირებული სომხეთში, აზერბაიჯანში ეს არ ანაკლებად გამოუვა, იმიტომ რომ აზერბაიჯანის უკან თავის მხრივ დგას თურქეთი ამ ურთიერთობების მორღვევასაც ეცდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა მოფერიანდება რუსეთი და მოფერიანდება მაშინ, როცა უკრაინის ომი დასრულდება თუნდაც დროებით და რუსეთი დაიწყებს დესანქცირებაზე საუბარს, მაგრამ ეს მაინც თქვათ ასე შორეული პერსპექტივაა, არ არის ფლად ახლო პერსპექტივა, ახლა ვისაუბროთ იმაზე, რომ რუსეთს უნდა 5 თანაბარსუფლებიანი სუბიექტის შექმნა კავკასიის რეგიონში, კავკასიის ქედ გადმოღმა და ვინც ის მერე უნდა მთლიანად ყველა ამ სახელმწიფოების, ვინც ვერ გაუძლებს ამ ქაოსს, მათი გაუქმებაც კი და მიერთება რუსეთთან, ამას ადასტურებს, ამას ამბობს რუსი პროპაგანდისტი დუგინი, რომლის მოსაზრებასაც ახლა მოგასმენინებთ. И все территории, которые мы не поставим под свой контроль, они не останутся нейтральными. Поэтому нельзя согласиться с существованием суверенной Армении, или суверенной Грузии, или суверенного Азербайджана, суверенного Казахстана, суверенного... ანუ ყველაფერი უნდა დავიპყროთ. ყაზახეთიცო, აზერბაიჯანიცო როგორ დაიპყრობენ ერთთან მეორეს, არავინ ისის განსაკუთრებით აზერბაიჯანი გაუჭირდებათ კვლავ მეორებ, იმიტომ რომ ერდოღანის ძლიერი ლიდერის თურქეთი უდგას ზურგს უკან, მაგრამ ღმერთმა უწყის როგორ განვითარდება მოვლენები გარკვეული პერიოდის შემდეგ. ყაზახეთი მიბობღდება საკვირველია რუსეთთან, მას შემდეგ არ იმ შემთხვევაში უფრო ზუსტი თუ ვიქნები თუ უკრაინა დაეცემა საქართველოს, სომხეთის მიბობღდება მოლდოვაზე, არაფერს ვიტყვი ბელარუსი, არაფერს ვიტყვი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებზე აღარც ვიტყვი და რუსეთს აი დუგინის აზრით ის კი არ უნდა მხოლოდ რომ ნაცნისფერი ზონა იყოს, რომელიმე ერთი ან ორი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა, არამედ იყოს რუსეთის შემადგენლობაში. აუხდენელი ოცნება, ხიშტითა და მახველითაც კი ვერ მოახერხებს პუტინი, რომელსაც სურს რომ გაეჯიბროს ისტორიაში, გაეჯიბროს სტალინს, ამას ვერ მოახერხებს პუტინი, იტყვის თქვენ და ალბათ მართალიც იქნებით, მაგრამ არ ვიცით. საბოლოო ჯამში არ ვიცით, რუსეთი რა რესურსებს დახარჯავს. ამისთვის ყოველ შემთხვევაში დუგინი ამბობს იმას, რომ რუსეთმა ყველა უნდა დაიმორჩილოს, ყველა უნდა გაანადგუროს და ჩვენი სახელმწიფო მართლაც განადგურების პირობებში არ რომ ვიცოდეთ მაინც იმ პირობებში, იმ პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც ამ ქვეყანას მართავს ბიზინა ივანიშვილი, რომელმაც დაარღვია და მოანგრია საქართველოს სუვერენიტეტის საყრდენი ბოძები, ანუ დეინსტიტუციონალიზაცია მოახდინა ამ ქვეყნისა, დაანგრია პრაქტიკულად ყველა ინსტიტუცია
და წინააღმდეგობის არანაირი უნარი არ გააჩნია წინააღმდეგობაში მაინც და მაინც თოფის აღებას არ გულისხმობ. მე ვგულისხმობ თუნდაც საგარეო წინააღმდეგობას, საგარეო პოლიტიკას, საგარეო ადეკვატურ პოლიტიკას, საგარეო ადეკვატურ თუნდაც დაბალანსებულ, მაგრამ პრინციპულ, მკაცრ, მკვეთრ და ლაღი ადამიანების, თავისუფალი ადამიანების, ძლიერი ადამიანების სუვერენიტეტზე ორიენტირებულ, სუვერენიტეტის დაცვაზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას. რას აკეთებს ბიზინა ივანიშვილი? მე გეტყვით ორი სიტყვით, ის კულტივირებს შიშს, რომ ვიცოდეთ მაინც, ანუ აშინებს საზოგადოებას შემდეგი დაახლოებით შემდეგი აზრით. თუ მე არ ვიქნები რუსეთი შემოიჭრება. ჩვენი ამოცანაა, რომ ვისაუბროთ გრენლანდიაზე, ირანზე, უკრაინაზე, დანია გრენლანდიაზე, ასე ვიტყვი ევროკავშირის ერთიანობის აუცილებლობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ამავდროულად უნდა ვისაუბროთ იმაზეც, რომ პირიქით არავითარ შემთხვევაში ომი არ მოხდება სწორედ მაშინ, უნდა ავუხსნათ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ეს, თუ ბიზინა ივანიშვილი წავა, გადაშენდება ამ ქვეყნიდან და ამ ქვეყნის ხელისუფლებას, ამ ქვეყანას თლიანად მოსცილდება. პირიქით, ბიზინა ივანიშვილი თუ იქნება ამ ქვეყნის სათავეში, ამ შემთხვევაში ომი დიდი მსხვერპლით გარდაუვალია. იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლება წოდებული ბანდა შეეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციას ამ უკანასკნელის ინტერვენციის შემთხვევაში, არამედ იმიტომ, რომ დაუწვება, სწორედაც რომ დაუწვება, დაემორჩილება, დაემონება, გააუქმებს ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ თავისუფალ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში რა დალევს და უხეშად ცხადია ვუტრირებ, მაგრამ მაინც 100,000 ქართველი, თუნდაც 50,000 ქართველი გავა ტყესა და ღრეში და პარტიზანულ ომს გაუმართავს სიცოცხლის ბოლომდე სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ორ ამბობთ ასე რუსეთის ფედერაციას ამ უკანასკნელის მხრიდან ინტერვენციის, ანუ დუგინის ოცნების ასრულების ახდენის შემთხვევაში. დუგინს კი უსმენს პუტინი, ახლა ხვალზე შეიძლება ინტერვენცია არ დაიწყოს, მაგრამ ინტერვენციას დაიწყებს თუ პუტინი გადაწყვეტს ერთიანი სახელმწიფოს შექმნას, გადაწყვეტს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უკრაინა დაეცემა. აქვს თუ არა წინააღმდეგობას, აქ წინააღმდეგობას ნებისმიერ შემთხვევაში აქვს აზრი, რომ ვიცოდეთ, მაინც მაშინაც კი როცა რუსეთი უფრო ძლიერი იქნება, თუ იქნება რასაკვირველია, ვიდრე არის დღეს. 50,000 იქნება თუ 100,000 კაცი თავს გასწირავს დამოუკიდებლობის იდეისათვის. ამიტომ ამ ყველაფერს რომ ავწდეთ, აუცილებელია ბიზინა ივანიშვილის მოცილება გუშინ, ან ბიზინა ივანიშვილის მოცილება დღეს, ან ბიზინა ივანიშვილის მოცილება ხვალ. რაღაცა გუშინ ვერ მოვიცილეთ და დღეს ვერ ვიცილებთ. უნდა მოვიცილოთ ის სწორედაც რომ ხვალ პირობითად ცხადია, მაინც და მაინც 22 იანვარს არ გულისხმობ, ანუ მალე უნდა მოვიცილოთ, რომ მერე უკვე მომავალმა მთავრობამ, კოალიციურმა მაღალი ალბათობით დაიწყოს სწორი პოლიტიკის დალაგება დასავლეთთან, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის წველი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში სწორი პოლიტიკის აწყობის შემთხვევაში, სწორ პოლიტიკაში მე ომს და ომის დროს დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერას არ გულისხმობ. ომი რასაკვირველია არ უნდა მოხდეს, მაგრამ იმისთვის რომ ომი არ მოხდეს, ხაზგასმით ვამბობ ამას, ამისთვის საქართველოს უნდა იყოს ძლიერი ქვეყანა, ძლიერი და დასავლური ქვეყანა, ძლიერი და დასავლური ქვეყანა და მას უნდა ხავდეს დასავლეთი მხარდამჭერად. თხოვნა ვედრება რუსეთთან რომ არ შემოხვიდე და არ დამიპყრო, არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ რუსეთი არ შემოვიდეს და არ დაიპყროს ქვეყანა. ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებასაც კი დაამხობს რუსეთის ხელისუფლება, შემოიჭრება აქ ნებისმიერ შემთხვევაში, მეთქი ასე ვიტყვი, თუ მისი ინტერესები ბოლომდე არ იქნება გატარებული და რომც იყოს ბოლომდე გატარებული, თუ საბჭოთა კავშირის აღდგენას მოინდომებს, როგორც მოისურვებს, როგორც დუგინი ბრძანებს, ამბობს ამას, რუსეთს ხიშტითა და מחვილით მოუწევს ამ საბჭოთა კავშირის აღდგენა ამ ქვეყანაში, რასაც აუცილებლად შეეწირება რის 100,000, 200, 300 ან 500,000 ქართველიც, ყველა ვისაც იარაღი სჭერია, ან არ სჭერია, ისინიც კი აიღებენ იარაღს ხელში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მხარდამჭერები, ჩვენს იმ მომავალ პარტიზანებს, თუ ეს სცენარი ვითარდება, სჭირდებათ იარაღი, დასავლური იარაღი, ტყვია-წამალი, წინააღმდეგობის რესურსი, წინააღმდეგობის ნება, მხარდაჭერა და დასავლეთი ჩვენ გვჭირდება იმისთვის, ჩვენ ეხლავე გვჭირდება დასავლეთი იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო გავაძლიეროთ, რომ რუსეთის ეს შესაძლო და არ გამოსარიცხი ინტერვენცია ან გადავაბადოთ, ან რუსეთს გადავაფიქრებინოთ, ანუ ძვირი ფასი დაუსვათ რუსეთს,
ან გადავაფიქრებინოთ, ან თუ მაინც შემოიჭრება, იმიტომ რომ ის ნორმალური ქვეყანა და არავითარ შემთხვევაში არ არის, თუ ძალა ეყოფა რასაკვირველია შემოვა, წინააღმდეგობა გავუწიოთ სათანადო ვიდრე უკეთეს დროებამდე. ვინ არის ამ პროცესში ჩვენი მხარდაჭერი? ევროპა არის. რასაკვირველია ეს? ლიბერალური, ძლიერი, კარგი, რომ მოფერიანდება უახლოეს პერიოდში უფრო და უფრო მეტად რომ დაუჭერს მხარს უკრაინას, ის ევროპა ჩვენი მხარდამჭერია. ეს უნდა ვიცოდეთ 100%-ით, არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ ამ კონტინენტის როლს საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესში. ევროკავშირში ჩვენი შესაძლო ან სასურველი გაწევრიანება ჩვენთვის დამატებითი ერთგვარი ფარია ეკონომიკური თვალსაზრისით, სავაჭრო თვალსაზრისით, უსაფრთხოების კომპონენტის თვალსაზრისითაც. გაგიკვირდება და ჩვენი ფარი, როგორც ასეთი პარტნიორი ფარი, არის ახლა ერთ უცნაურ სახელმწიფოს დავასახელებ თურქეთი. ისტორიული მტერია, ჩვენთან იყვნენ შემოსული მრავალი საუკუნის წინ და მრავალი საუკუნის განმავლობაში ასე ეს ეგოსმალოები, ბევრი რამე შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ თუ თურქეთს ჩვენ ჩავებმევით გარკვეულწილად ჩვენი იდენტობის დაკარგვის გარეშე, ჩავებმევით ისე როგორც ჩაება ერთგვარად აზერბაიჯანი, თუ ჩავერთვებით ერთიანი უსაფრთხოების სისტემებში თურქეთთან ერთად, აზერბაიჯანთან ერთად, სომხეთთან ერთად, რუსეთს ძალიან გაუჭირდება კავკასიის რეგიონში შემოსვლა. გაგიკვირდებათ და ჩვენი ფარი თურქეთთან შეპირისპირებული ერთგვარი პარტნიორი ყოველ შემთხვევაში შეიძლება იყოს ისრაელი, რომელთანაც საქმიანი და სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით ურთიერთობების დამყარება, გაძლიერება არის გარდაულად აუცილებელი. ანუ სამი აქტორი უკვე დავასახელე. ევროკავშირი როგორც სივრცე, თურქეთი, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი და ნატოს წევრია და ისრაელი, რომელიც ამ რეგიონში არის საკმაოდ მძლავრი, თუ ყველაზე მძლავრი არა, მეორე ყველაზე მძლავრი სახელმწიფო, შეიძლება მართლა თურქეთი როგორც სახელმწიფო უფრო მძლავრია, ამიტომაც არ უნდა მოხდეს მათ შორის არანაირი კონფლიქტი და არც მოხდება. მაგრამ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ვიტყვი. ჩვენ შეგვიძლია ვაკრიტიკოთ პრეზიდენტი ტრამპი და არავითარ შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპი არ უსმენს თუ მას არ აწვდიან რაპორტებს იმის თაობაზე, ვის როგორ შემოეკრიტიკა დანიასთან მიმართებაში პრეზიდენტი ტრამპი, ან შეერთებული შტატები, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ნათლად, რომ ჩვენი სტრატეგიული მთავარი პარტნიორი ევროკავშირთან, თურქეთთან, ისრაელთან, იაპონიასთან თუ გნებავთ ესეც ვახსენოთ, ხო, ეს სახელმწიფო ჩვენი მთავარი პარტნიორი არის შეერთებული შტატები. შეერთებული შტატები არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია 100%-ით ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაცვა, თუ ნატოს ფარგლებში არა და გარკვეული ანალიზის მიხედვით თუ თანახმად მართლაც რომ ვერ მოხერხდება ნატოში საქართველოს ინტეგრაცია, ნატოც მორღვეულია, მოსუსტებულია, უფრო ზუსტი რომ იყო, მეხუთე მუხლი არ მოქმედებს ან არა, ბევრი ფაქტორი აქვს. არ თუ ნატოს ფარგლებში არა, მაშინ ორმხრივი თუნდაც ტრამპის, ან ტრამპის, სწორედაც რომ ტრამპის, ესე შემიძლია ვთქვა, ტრამპის ამერიკასთან ურთიერთობების დაალაგებით, რასაც ქართული ოცნება, როგორც სახელმწიფოს დღევანდელი მართველი უკანონო, მაგრამ მართველი ვერ ახერხებს. იხევა მეთქი ასე ვიტყვი, ასე რომ ამბობენ ნაკერებზე იხევა, ოღონდაც კი ვაშინგტონთან დაალაგოს ურთიერთობები. ახლა უკვე რუსეთიც კი შემოეკრიტიკა ბიზინა ივანიშვილის პაჟ ფილოსოფოს ზაზა შათილიშვილს, ანუ ივანიშვილს, მაგრამ ვაშინგტონთან ურთიერთობები ვერ ლაგდება, ვერანაირ კონტექსტში არაფერია, ჩალის ფასიც კი არ აქვს დღევანდელ საქართველოს ვაშინგტონისთვის, ტრამპის ადმინისტრაციისთვის სათვალავშიც კი არ აგდებს ამ ქვეყანას და მის არაფორმალურ მმართველს თუ ფორმალურ მმართველებს, უკანონო მმართველებს. ამის ნათელი თვალსაჩინოებებია, რომ არც ერთ ფორუმზე არ არიან მიწვეულები ტრამპის, არც ერთ ინიციატივას არ უერთდებიან და ვერ უერთდებიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ამიტომ გვჭირდება ჩვენ ხელისუფლების ცვლილება გუშინ, ან ხელისუფლების ცვლილება დღეს, ან ხელისუფლების ცვლილება ხვალ, ანუ ბიზინა ივანიშვილის მშვიდობიანად გაცილება, ახალი დემოკრატიული თავისუფალი არჩევნების გზით გაცილება, რომ მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც მოხდება ამერიკის და სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების თვალთახედვის არეალში.
იმიტომაც მოხდება, რომ მან შეერთებულმა შტატებმა დაიცვას ჩვენი დამოუკიდებლობა, ეხლა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ჩვენთან ერთად. ეხლა ვინმე მეტყვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განა დაიცვა უკრაინის დამოუკიდებლობა, არ განადგურდა უკრაინა, განადგურდა უხეშად 1/10-33%. მაგრამ დანარჩენი 70% უკრაინისა სრულად განადგურებული იქნებოდა, რომ არა ამერიკის დასავლეთი ზოგადად და რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ანუ თუ კითხვას ვსვამთ ასე, დაიცვა თუ არა დასავლეთმა და კონკრეტულად შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც ბევრი პროცესი გაწელა ბაიდენის პირობებში, ტრამპის პირობებში, ტრამპმა არ დაამტკიცებინა 61 მილიარდი თავის დროზე, მაგრამ ახლა რაღაცა მექანიზმი აქვს მოფიქრებული მხარდაჭერის, გავაკრიტიკოთ რამდენიც კიდათ, მაგრამ რომ ვიცოდეთ, ამ ამერიკის შეერთებული შტატების ლომის წილია იმაში, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩენილია და 4 წელი გასრულდება მას შემდეგ, რაც უკრაინის სახელმწიფო იბრძვის ხარგავს ტერიტორიებს ცოტა სხვათა შორის. გამოყინულია კიევი, ნამდვილად ასეა. გამოყინულია ხარკოვი, ნამდვილად ასეა. ელექტროენერგია არ მიეწოდება, მსხვერპლია, ინფრასტრუქტურა გავიგეთ ეს ყველაფერი. მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ არ იქნებოდა და იქნებოდა ბევრად მეტი მსხვერპლი, თუ შეერთებული შტატები და დასავლეთი არ იქნებოდა უკრაინის ზურგს უკან ამ 4 წლის განმავლობაში. ეხლა როცა ვამბობ, რატომ იქნებოდა, რომ იქნებოდა ბევრად მეტი მსხვერპლი, მეთქი, ბუნებრივია თქვენ შემომიტევთ და მეტყვით, რომ როგორ იქნებოდა თუ უკრაინა დანებდებოდაო. უკრაინა რომ დანებდებოდა, მაგრამ თავისუფალი უკრაინელები პირობითად 1,500,000, 700,000 კაცი რომ გავიდოდა ტყეში, დაუცველი უკრაინელები, ანუ იარაღის გარეშე, დასავლური იარაღის გარეშე, განადგურდებოდნენ გაცილებით მალე და გაცილებით დიდი რაოდენობით, ვიდრე ახლა ნადგურდებიან, ცუდი სიტყვა, ვიდრე ახლა ეწირებიან იმ ქვეყანას თავიანთ სამშობლოს. ჩვენთანაც დაიმახსოვრეთ. ეს წლების განმავლობაში იქნება ბევრად მეტი მსხვერპლი, თუ ამერიკა არ იქნება ჩვენი ქვეყნის ზურგს უკან და თუ ჩვენ ვიქნებით მიტოვებული ყველასგან, აი ღვთისაგან მიტოვებულიო ეს რო ამბობენ, ღვთისაგან მიტოვებული ქვეყანა, цара ტერიტორია რეალურად რუსეთის ის ფეხსალაგი დაუქმებული სახელმწიფო, რომლის მიღწევასაც რუსეთი ცდილობს კავკასიის რეგიონის ამ სახელმწიფოში, ამ სივრცეში. ეს არის ესე. ეხლა ბიზინა ივანიშვილი როდის უნდა მოვიცილოთ, თუ ამ კითხვას დაუბრუნდებით, გუშინ უნდა მოგვეცილებინა. რომ ეს უგვანი, სუსტი, ბევრი ხო ასეთ ვთვლით. უგვანი, სუსტი, არაფრის მაქნისი, ერთი ლოგიკით. მეორე ლოგიკით, თავშეწირული, მაგარი, პატიმრობაში არ გატეხილი კოალიციური მართველობით პოლიტიკოსები მოგვეყვანა ხელისუფლებაში. მე იმ შემთხვევაშიც კი თუ ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას, რომ ესენი არ ვარგანან ოპოზიცია, ჩავთვალოთ ასე. მე შემიძლია მთელი პასუხისგებლობით თქვა, რომ ყველაზე ცუდი აქაური ოპოზიციის წარმომადგენელიც კი ბევრად უკეთესია, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი, პრაქტიკულად ნებისმიერი წარმომადგენელი. აი მაგალითად დეპუტატად გუმალჯობია რომ იყოს, არავის არ ამცირებ ახლა ცხადია დავამცრობ, ხო? მაგრამ ყველაზე ცუდი ოპოზიციონერიც, არ ვინ დავასახელო, არ ვიცი, კონკრეტულად არავის არ დავასახელებ თქვენის ნებართვით. ვისთვის ეს არის ერთი და ვისთვის ეს არის მეორე. ვიდრე დეპუტატი იყოს ნინო წილოსანი. ვიდრე დეპუტატი იყოს დიმიტრი სამხარაძე. ვიდრე დეპუტატი იყოს შალვა პაპუაშვილი. ამიტომ ბიზინა უნდა დასრულდეს ხვალ. თუ გვინდა რომ როგორც სახელმწიფო გადავრჩეთ. თუ არა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყაიმით დასრულდება. არა, იმ შემთხვევაშიც კი თუ უკრაინა გაიმარჯვებს, ყირიმიდანაც გააგდებს რუსეთს მაინც დაუტოვებენ, გაგიკვირდებათ და გავლენის ზონებს, გავლენის სფეროებს, გავლენის სახელმწიფოებს და საქართველო არ იქნება მეორე სახელმწიფო, რომელსაც ის თავის ლაპას დაადებს. სადღაც მას სჭირდება გამარჯვების დაფიქსირება. სადღაც სჭირდება გამარჯვების დაფიქსირება და გარწმუნებთ, რომ დიდარი ყაზახეთი და უფრო დიდარი ან არანაკლებ დიდარი რაღაც უზბეკეთი თუ თურქმენეთი მისთვის მნიშვნელოვანია.
მაგრამ საქართველო, რომელიც მათთან შედარებით ღარიბი სახელმწიფოა, ბუნებრივი რესურსებით, გარწმუნებთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია მეთქი. ამის თქმა მინდა და დაიჯერებთ არ ვიცი. და რუსეთი აქ ფიზიკურადაც შემოვა. და ქართველი პროპაგანდისტები სოროებში, რომლებსაც მოპარული ექნებათ, მინიმუმ გელაპარაკებით 9 მილიონი, სოროებში შეძვრებიან ან მაშინ ჩრდილოეთ კორეაში თუ ჩინეთში გაგაზავენ. და დაგვრჩება ეს ქვეყანა ჩვენ ფილთა თოფებით შეიარაღებულებს რუსეთის წინააღმდეგ და შევეწირებით. გასაკვირველია, მაგრამ ბევრად მეტი მსხვერპლი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მიტოვებულები ვიქნებით დასავლეთის მხრიდან. ბიძინა ომის პარტია საქართველოში. ასეც დაერქვევა ჩემს ვიდეო ბლოგს, თუ არ გესმით და ამან იქნება და გაინტერესოთ. ნახვამდის.